ჩვენთან ნანს ღმერთი დღეს სახარების შესახებ მინდა ორი სიტყვა ვთქვა და შეგახსენეთ რომ აღმოვიკითხეთ იგავი განრღვეულის შესახებ ამ დიდ მარხვის მეორე კვირაა უკან მილეული და სახარებიდან გვახსენებს ეკლესია იმ ადგილს როცა უფალი შევიდა კაპერნაუმში ეს რო ხალხმა გაიგონა სადაც იყო უფალი უამრავი ხალხი მივიდა იქ და ეღარავის ეძლო რომ შესულიყო იმ სახლში სადაც უფალი იყო გარემოდგუმელი იყო ერი მრავალი და ამ დროს მოიყვანეს ადამიანი რომელიც იყო განრღვეული პარალიზებული დავრდომილი რომელსაც არ შეეძლო რომ ერთი ნაბიჯიც კი გადაედგა რამე მოქმედება აღესრულებინა და 4 ადამიანმა მოიყვანა ის და რო ვერ შევიდნენ უფალთან ასეთი რამ მოიფიქრეს რომ აღძარცვეს სახურავი სახლისა და ეს პარალიზებული ადამიანი ჩაუშვეს უფლის წინაშე ეს რომ უფალმა ნახა ესე იგი მყისიერად ესე იგი მიანიჭა კურნება მაგრამ სანამ ამას ეტყოდა მიუტევა ცოდვები ეს იმას ნიშნავს რომ ხშირად ძალიან ხშირად ავადმყოფობის მიზეზი არის ცოდვა ადამიანის დროს ცოდვის გამო შემოვიდა სიკვდილი ხრწნილება და უძლურება ადამიანში და ხშირად ასე ხდება ხოლმე მაგრამ არა ყოველთვის მაგრამ ხშირად კი და მიუტევებს ცოდვებს და იქ ციგნობრები არიან ხმამაღლა ვერ ამბობენ მაგრამ გულში კი რომ ვინ არის ვინც რომ ესო რომ ცოდვებს მიუტევებსო ცოდვათა მიტევება მხოლოდ ღმერთ შეუძლიაო გულის ხმა ვერ ყოფდე რომ არ წინაშე განკაცებული ღმერთი იჯდა უფალი გულთან ხილავია შეიძლება ადამიანს დაუმალო მაგრამ ღმერთს ვერაფერს ვერ დაუმალო ძალიან კარგად იცის ადამიანის გული ღმერთმა და უფალი აამხელს მათ აი ამისთვის ეუბნება რომელია უფრო ადვილი ადამიანს უთხრა რომ იგეტევნეს ცოდება გაიგეხა მიეტევე თუ არ მიუტევე ცოდები მაგრამ ესნა გამოიხადოს საქმეში ცოდები მიეტევა უთხრა აღზრდე გაღიღე ცხედარი შენ და ვიდოდეო ეს რა მოხდა ამ დროს ესე იგი მას რომ ცოდები მიეტევა ეს უძლურები სულმა დატოვა და აღდგა მათ წინაშე და აღიღო თავისი სარეცელი და წავიდა ეს იგავი მე მგონი მე უამრავჯერ გამგვიმარტავს და ამის შესახებ გვითქვამს ჩვენ მაგრამ ეს სხვადასხვანაირად მინდა ვთქვა რომ ეხლა სხვანაირად ვთქვა და ნახეთ უფალმა დაინახა რომ ამ ადამიანებმა სიყვარულის ცნება აღასრულეს მივიდნენ პარალიზებულ ადამიანთან შეიძლება მას არც უთხოვია პირის გაღების უნარი არ ჰქონდა სიყვარულის გამო აიყვანეს და არც შრომას არ მოერიდნენ არც რაღაცა სირცხვის მოერდა ხშირად რომ სხვენი ადამიანს კეთილი საქმე და თავისი რწმენას სხვენია ხოლმე თვალე ამოწია ჩემი შერწყოს მე შემწყვება იმაში არც განსაცდელი სახურავი ახადეს იშრომეს და ჩაუშვეს იქ ეს ადამიანი ცოცხალი რწმენა გამოჩნდა ამ ადამიანებისა სიტყვით ყველა მორწმუნეები ვარ მაგრამ მათ საქმით აღასრულეს ერწმენა და მათი რწმენის გამო ეს პარალიზებულიც განიკურნა აი ხშირად არის როცა სახარებაში რომ ასისთავის რწმენით მისი მონა განიკურნა ქანანელი ქალის რწმენით მისი ასული განიკურნა ჩვენ უნდა შევეწეოდეთ სხვაათაც უნდა ვიღვწოდეთ ადამიანის გადასარჩენა და იმასაც გადაარჩეს და შენც გადაგარჩენს უფალი როგორი ძნელია რომ აი ესე დრამის ესე იგი მკვდარი ადამიანი უფლის წინაშე ჩაუშვა როცა სხვა საშუალებას ვერ პოულობ ესე იგი რა არის სამი გზა ჩნდება საერთოდ ქრისტიანობის გზა სამი სახით ვლინდება ერთი როცა უფალი თვითონ მიდის ადამიანთან აი მაგალითად პავლე მოციქულს თვითონ გამოეცხადა უფალი ის ვიდეო და იმისთვის რომ ედევნა
დამასკოში ქრისტიანები დევნა გაეხორცენენ, საპყრობილებს ჩაეყარათ, მით გამოითრევდნენ იქამდე იერუსალიმში, ახლა დამასკოში მიდიოდა. იქ გამოეცხადა უფალი და მოაბრუნა თავისკენ. აი ევსტატემ პლაკიდას ირმის რქებს შორის გამოეცხადა. აი წმინდა ბარბარეს გაუცხადა თავის თავი. ემაოში რომ მიდიოდნენ ლუკა და კლეოპა, იქ გამოეცხადა, მარიამ მაგდალინეს გამოეცხადა. ეს ერთი გზაა. მეორე არის მოციქულებრივი გზა, მაგალითად პეტრე მოიყვანა ანდრია, ფილიპემ ნათანაელი მოიყვანა. მერე ამ მოციქულებმა სხვები და ასე მილიონობით ადამიანი მოვიდა ტაძარში. და არის მესამე გზა, შრომის გზა. აი რაც ამ ხალხმა გაიარეს, იშრომეს, რომ უფალთან მისულიყვნენ. დიდი შრომა უნდა გაწიოს ადამიანმა და დიდი ღვაწლი უნდა აღასრულოს. და ამას რომ დაინახავს უფალი, ამ შენ შრომას ის შეიწირავს, ის მოგაგებს წყალობას. თუმცა უფალი ამბობს სხვაგან რომ ჩემთან ვერავინ მოვა თუ მამამ არ მოიყვანა ჩემთანო. ყველაფერი ღვთის განგებაა და ღვთის ხელშია. უფალი აცოცხლებს და ამოძრავებს ყველაფერს. აი პავლე მოციქული ამბობს მე დავრგეო, აპოლო მორწყა და ღმერთმა კიდე გაზარდაო. მოძღვრის საქმეა რომ ასწავლოს თავის სულიერ შვილებს ახარება უკადაგოს, ხანდახან შერისხოს, დამოძღროს, ანუგეშოს. დღეს გონიათ ეკლესიაში მხოლოდ ყურის დამატკბობელი სიტყვები უნდა ისმოდეს. ქირურგივით უნდა ჭრიდეს ხანდახან მოძღვარი რომ ადამიანს მომაკვდინებელი ცოდვები მოაშოროს, განკურნოს და გადაარჩინოს. მშობლების ვალია რომ შვილებს ასწავლონ, გაზარდონ, აჭამონ, მაგრამ ღვთის ხელშია ის რამდენ ხანს იცოცხლებს და როგორ იქნება მის ცხოვრება. ღვთის ხელშია ყველაფერი. შეიძლება პავლე მოციქულმა დაარგო და აპოლო მორწყა, მაგრამ მთავარია ვინ გაზარდა. ადამიანმა შეიძლება მოხნას მიწა და ათესოს, მაგრამ მთავარია ვინ აღაღორძინებს ამას. ყველაფერი არის ღმერთი. მთავარი არის ღმერთი. მაგრამ შენ უნდა შრომა დასდო, ღვაწლი დასდო. როცა უფალი აი ამ შრომას ხედავს, როგორც მათი შრომა ნახა, მაშინ დაუფასა და აკურთხა მათი შრომა და მიიღეს რა პარალიზებული, განრღვეული, ანუ ეს პარალიზებული განიკურნა და ყველა ადამიანი პარალიზებული ვარ. სულიერი ღვაწლის უუნაროები ვარ. და თუ ადამიანს მცირე სურვილი მაინც აქვს, რომ ღვაწლში ჩადგეს, მცირე სურვილი მაინც აქვს, უფალს მიუახლოვდეს, უფლისკენ იყურება ადამიანი, მაშინ უფალი აუცილებლად მოხედავს, აუცილებლად შეეწევა ასეთ ადამიანს და როგორც ამ განრღვეულს შეეწია. და ეს თქვენი მარხვა შრომა რა თქმა უნდა, ღვაწლია რა თქმა უნდა, თავგანწირვა რა თქმა უნდა, ერთი მეუბნება გოში რომ სამსახურშიო ჩემ კოლეგებსო აღიზიანებსო რომ მარხულობ. აი რა არის ხოლმე გასაღიზიანებელი არა? მაგრამ ღიზიანდებიან. იმიტომ რომ ემხილებიან ამით. თვითონ ღვთის სიტყვას ფეხს აბიჯებენ. ღვთის მაგალითს არ მისდევენ განკაცებული, ღვთის ის მარხულობდა, ლოცულობდა, მარხვას მოგვიწოდებდა. მარხვის შესახებ ცნებას გვასწავლიდა და ჩვენ ამას არ ვასწავლეთ, სხვა ასრულებს. ეს არ სიამოვნებს ადამიანს, აღიზიანებს. რა არის ბოლო-ბოლო მარხვა? რა გააკეთა ადამ და ევამ? ღვთის სიტყვა არ დაიმარხა. არ დაიმარხა რას ნიშნავს? არ დაიცვა. გულს არ მიაკარა, არ შეასრულა. აი ჩვენ თუ ღვთის სიტყვა უპირველეს მარხვა ეს არის. ღვთის სიტყვა დაიმარხოს ადამიანმა. და ღვთის სიტყვისაებრ იცხოვროს ადამიანმა. და არ შეიძლება ორი სიტყვით არ თქვათ რომ ესე იგი დღეს არის გრიგოლ პალამას სცენება. აი ამ კვირას მეორე მართლმადიდებლობის ზეიმზეძა. ისეთი დიდი დღეა დღეს. წინა კვირას ვიზეიმეთ ეს გარეგნული დიდებულება იყო და აღიარება იყო ჭეშმარიტებისა, მაგრამ აი დღეს რას გვასწავლის ეკლესია? როგორ შეუერთეს ადამიანი ღმერთს? როგორ უნდა მოახერხოს ღმერთთან ურთიერთობა?
და წმინდა გრიგოლ პალამამ ყველაზე მეტად გამოთქვა სწავლება მადლის შესახებ, საღვთო ენერგიების შესახებ. წირვა-ლოცვისა და ყველა მსახურების მიზანი და ქრისტიანის ცხოვრების მიზანიც ეს არის, რომ მადლი მოიხვეჭოს. ამ მადლით ადამიანი უერთდება ღმერთს და ერთიანდება ღმერთს. თუ მადლს მიიღებს, წმინდა იქმნება ადამიანი, განიხმობა ადამიანი. და წმინდა გრიგოლი მე-14 საუკუნეში ცხოვრობდა. სენატორი იყო, მისი მამა და ანდრონიკე პალეოლოგის კარზე იყო დიდად დაწინაურებული და ისეთი მლოცველი იყო ხანდახან, როცა სენატის კრება იმართებოდა ხოლმე. ესე იგი რაღაცა უკითხავს მეფეს და პასუხიც არ გასცდა და ვერც გაიგო რა კითხა და მიხვდა ესო ლოცვაშიო არ შეაწუხოთ ილოცოს. ასეთი მლოცველი მამა ყავდა. რა თქმა უნდა ხე კეთილი ნაყოფსაც კეთილს გამოიღებს და შვილებიც ქრისტიანებად გაზარდა. დღეს რამდენი ბავშვი არის ეკლესიაში, რამდენი ასობით ეზიარნენ, რამდენი შვილი არ არის უზენაესის ღმერთის წინაშე, მისის სახორც არ ეზიარება, რამდენი რამეს ასწავლიან ადამიანები თავიანთ შვილებს და არ ასწავლიან ღვთის სიყვარულს, ღვთის სიტყვას არ ასწავლიან. წმინდა გრიგოლის მამა სხვანაირად იყო. რო გარდაიცვალა მისი ოჯახიდან 6 მონასტერში წავიდა, ათონის თაზე დაამკვიდრდა. ათონის თაზე თავის ძმებთან ერთად. ისეთ მადლს მიაღწია, რომ სასწაულმოქმედების ძალა ჰქონდა, კურნების მადლი ჰქონდა. ღვთისმშობელი გამოეცხადა ანტონი დიდი. სხვა წმინდანები, იოანე ღვთისმეტყველო ეუბნებოდა მე სულ შენთან ვიქნები და ეს იმაში გამოიხატა, რომ მასაც მიეცა ღვთისმეტყველების მადლი, საღვთოდ უბნობდა ეს ადამიანი. და ასე ფიქრობდა, რომ მთელ ცხოვრებას უფლის სიახლოვეში, მდგომარეობაში და ლოცვაში გაატარებდა. მაგრამ აი გამოჩნდა დიდი განსაცდელი და შფოთის მიზეზი ეკლესიაში. მოკლედ რო ვთქვათ, მოვიდა ვარლამ კალაბრიელი, წარმოშობით ბერძენთა ტომიდან იყო, მაგრამ იტალიაში იყო მოწამლული მისი გონება და თავიდან მზაკრობით მოვიდა, რომ აი კათოლიკენი ცდებიან და მართლმადიდებლები არიან ჭეშმარიტების პრობელნი და თავისი ფილოსოფიური და ესე ვთქვათ სოფისტური აზროვნებითა და ესე იგი მეტყველები ადამიანთა უდიდესი ნაწილი მიიმხრო. საეკლესიო და საერო ხელისუფლების ხალხი მისი მრევლი გახდა და შემოაპარა მერე მან მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო სწავლება, რომ ის ამბობდა, რომ ადამიანს შეუძლია რომ ღმერთს უკიდურესად მოუახლოვდეს, მაგრამ ღმერთში ვერ გაერთიანდება და რომ შეიძლება მხოლოდ სიმბოლურად ღმერთის ხილვა და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შეიძლება ადამიანმა ღმერთი იხილოს. და ამასობაში თაბორის ნათელს უარყოფდა და ამბობდა, რომ ეს ღვთაებრივი ნათელი კი არ იყო, რაც მოხდა ფერისცვალების დროს, არამედ ეს იყო ქმნილი ნათელი, როგორც ძის ნათელია. ქმნილი ისეთივე ნათელი იყო. და ქრისტიანობა სხვანაირად ამბობს, რომ ადამიანი მადლს რომ მიიღებს, ამით ღმერთს შეუერთდება, ღმერთს ეზიარება და რამდენი იყვნენ წმინდანები, რომელთაც მადლი მიიღეს და ღმერთს შეუერთდა. მოსე წინასწარმეტყველი ღმერთს რო ელაპარაკა, რო ჩამოვიდა ისე ანათებდა, მიისახეოვნებოდნენ რიდე ჩამოიფარე ვერ გიყურებთო. და ჩვენი მიზანია, რომ აი ამ ნათელს და ამ მადლს ვეზიაროთ. ქრისტიანობამ მადლი არის უქმნელი, ღვთისგან მოდის ეს. ეს არის საშუალება, რითაც ადამიანი განიღმთობა. განღმთობა მთავარი მიზანი ადამიანისა. ღმერთთან შეერთება ადამიანისა მთავარი. ღმერთთან თანაზიარება მთავარი. და ამისთვის მან დაწერა ტრაქტატები. 9 ტრაქტატი დაწერა და მერე სამ ნაწილად გაყო ესენი. დიდი შფოთი ატყდა აი ამის შესახებ, რომ ესე იგი კრებები იმართებოდა. აი სასწორზე იდგა ჭეშმარიტება გაიმარჯვებდა თუ სიცრუე გაიმარჯვებდა. ნახეთ უფალი როგორ ამბობს. რათა ყოველი ერთ იყოს, როგორც შენ
ჩემში მამაო მე კი შენში რათა ისინიც იყვნენ ჩვენში რათა ირწმუნოს ღვთისმსოფელმა რომ შენ მომავლინე ანუ როგორც მე მამაში ვარო და მამა ჩემშიო მორწმუნე საზოგადოებას ღვთისმოყვარე საზოგადოებას ერთი იქნება უფალში გაერთიანდება უფალში და რო არა მადლი მივიღებთ მკვდარ ეკლესიას უსიცოცხლო ეკლესიას მხოლოდ გარეგნული მსახურება იქნება და თუ დააკვირდები დასავლეთში რა მოხდა უპირველესად ათეიზმი იქ ჩაისახა იქ მოხდა ყველაზე დიდი განდგომა ღვთისა და ჯვარცმა უფლის ასე თქვა სიტყვერი გაგებით და მე რა გააკეთეს უმადლო ეკლესიამ დაკარგა მრევლი განშორდა ღმერთს აი რომ ნახოთ დღეს აი ჩვენ ეკლესიები გავხსენით არა სხვა ქვეყნებში აქეთ აძლევენ ხან აქირავებენ ხან ჩუქნიან ხან დროებით უშვებენ ჩვენ მრევლს რატომ მათ მრევლი აღარ აყავთ ან ძველი მონასტრები იყიდება რესტორნებად სასტუმროებად კლუბები შედიან იქ და რაღაცა მუსიკალურ ფესტივალებს აწყობენ აი ვალაამს რო ქონდა ცრუ სწავლება მადლის შესახებ ეს რა თქმა უნდა დამარცხებული იქნა გრიგოლ პალამას მოღვაწეობით და იმ სწავლების გამოთქმით რომელიც სწავლებაც უკვე არსებობდა მადლის შესახებ მაგრამ გრიგოლ პალამამ ეს კარგად მოიტანა და ყველასთვის თვალსაჩინო გახადა და ვალაამი ექსორია იქნა აქედან იქ ეპისკოპოსად აკურთხეს და ამ სიცრუის მამამთავარი გახდა ეს იქა და ჩაუდგა სათავეში აი ამ უხუმრთოებას უმადლობას და აღესრულა მერე ეს ადამიანი და აი მთავარი რა არის რომ ჩვენშიც განა არისო ჩვენი ეკლესიები გადააკეთეს გადმოაკეთეს რა არისო ჩვენ ეკლესიებში მაგრამ ეს იყო ძალმომრეობით კომუნისტების დროს და იქ სხვანაირად იყო და ეხლა სხვანაირად არის დღემდე ეკლესიებს კეტავენ მონასტრებს კეტავენ და რატომ მადლი არ არის მადლი გვჭირდება ეს არის ჩვენი მიზანი სხვა მიზანი კი არ აქვს ქრისტიანს მადლი სულისაწმინდისა უნდა მიიღო და იქ რომ ჩავიდა იყო ასეთი ვალაამი პეტრუჩო პეტრარქი ეს იყო პოეტი რომელიც იყო მამამთავარი ამ აღორძინების ხანისა და არის ეს აღორძინება ეს იყო მიბრუნება მიწიერისკენ ეს კარგია ჩავდივარ ნახურო არქიტექტურა დიდებული მეცნიერება განავითარეს ყველაფერი კულტურა მაგრამ მადლი დაკარგეს ვიზუალურად დიდებულია მაგრამ სული გამოცდილია და ქრისტიანულ ეკლესიებში ეს სულია აი ეს ვალაამი აი ამის მოძღვარი გახდა და მისმა სულიერმა შვილებმა აქეთ წაიყვანეს საქმე რომ გარეგნულზე მიწიერზე გადავიდნენ და აქცენტი გააკეთეს ამ ყველაფერზე და ჩვენში მთავარი არის ესე იგი მადლის მიღება და მას იოანე ოქროპირმა აუწყა რომ გარდაიცლებოდა გამოეცხადა წმინდა იოანე ოქროპირი უთხრავს შენ გარდაიცლებიო და იქამდე მან გაიარა ტყვეობაც შეაჩვენეს ციხეც რა არ გამოიარა ყეთაც კი ჩავარდა და იქ მუსულმანებს უკადაგებდა ეპისკოპოსი გახდა მერე გაანთავისუფლეს და ღვთის დიდებით აღესრულა და რაღაცას ამბობდა სიკვდილის წინ და მხოლოდ ორი სიტყვა გაიგონეს თაზე და მაღლა და აი ამ ბოლო სიტყვებით გარდაიცვალა და მისი სახე მზესავით გაბრწყინდა და იმისი ლოცვით უფალმა მოგვაინჯოს მადლი სულისაწმინდისა როგორც მზე სიცოცხლეს ანიჭებს გააღვიებს მიწაში მარცვლას და აღაღორძინებს ასევე მადლი უშვება ადამიანს როგორც შავრკინაში შევა ცეცხლი და ნათელს ხდის მადლის საშუალებით ღმერთი შედის ადამიანში და განიგვხტობა და მამები ამბობენ ვინც მადლს არ მიიღებსო უფალთან ვერ გამართებაო მაგარი დიდი ამბობს ასეთ რამეს ეხლა რომ შიშველი დაინახო ვინმეო შენი ნათესავიც რა იყოს ახლობელი ყველა მოერიდებაო გაეცლება ასეთ ადამიანს აი ესეთი შიშველი იქნება ადამიანი უფლის წინაშე
თუ ის მადლს არ მიიღებს დედამიწაზე ღვთის სიტყვის საებრ თუ არ იცხოვრებს ასეთი შიშველი იქნება და ღმერთიც გაერიდება ესეთ ადამიანს ღვთის სიტყვის საებრ უნდა იცხოვროს ასკეტიკით უნდა იცხოვროს ესეც ასკეტიკა მთელი სამყარო რო არ მარხულობს და შენ მარხულობ ცდილობ რო იმარხულო ლოცულო სათნოებებს აღასრულებ სიბილწეში და სიმყრალეში დადნა ყველა და ყველაფერი აღირია და ქრისტიანები ცდილობენ განშორდნენ აი ანტონი დიდის დროს კითხეს როგორ ცხონდებიანო ბოლო ჟამის ხალხიო ჩვენო ერთმანეთსო ვუვიძგებთ სიწმინდისკენო და მაშინო ცოდვა გამეხვდებაო ეხლა ცოდვა არ არისო ხელშესახებით მაშინ ერთ ხელის გაწდომაზე იქნება ცოდვა აბა ნახეთ სამეძაო სახლებად აქცეს ღვთისმშობლის ქალაქი თბილისი ტელევიზიას ვერ უყურებ ახლობელთან ერთად იმდენი სიბილწე იღვრება ტელეფონს აიღებენ ბავშვები და 1000 გახსნას უყურებენ და დიდნით ანუ ერთი ხელის მიწვდენაზე და რა თქვა ანტონი დიდი ცოდვის საშუალება ექნებათო მაგრამ ვინც არ ცოდავსო ვინც ამ საშუალებას არ გამოიყენებსო ის ცხონდებაო ერთი ხელის გაწვენაზე იქნებაო ღვაწლი აღარ იქნებაო რო კითხულობ წმინდათა სხვადასხვა ხანს ზღაპრად გეჩვენებო როგორ შეიძლება ეს ადამიანმა აღასრულო რა თქმა უნდა სული წმინდის მართ აღასრულებდნენ ღვთის შეწევნით მაგრამ დღეს ეს აღარ ხდება ეს ღვაწლი რა თქმა უნდა წმინდანებს ცოცხლად ვეღარ ავხვდებით მაშინ ეს ხელშესახები იყო და როგორ ცხონდებით ცოდვის საშუალება არის ვინც არ ცოდავს გადარჩება ღვთის სიტყვის საებრ იცხოვრებს ვინც რაღაც ასკეტიკას შეიძენს იცხოვრებს ის მიიღებს ცხონებას იმიტომ რომ სასუფეველი საათე იძულების უნდა აიძულო თავი და მიიტაცო მარადიული სასუფეველი სადაც შეგიძლია განადიდო მამაძე და სული წმინდა ამინ ჩვენთან ნარს ღმერთი ვერიდება რომ ესეთ ნაჩქარებად მადლის შესახებ ვისაუბრეთ მაგრამ თავარი არის მადლის სულისაწმინდა შაბათს იქნება მიცვალოთ და ხსენება კიდევ ერთხელ პარასკევს იქნება ლოცვა და შაბათწირო და მერე გადავიხდით დიდ პანაშვიდს მომავალ კვირას არის ხარება და არის ასევე ჯვართაყვანისმცემლობა ეს ორი ნიშნავენ მოვლენა დაემთხვა და საღამოს 5 საათზე კი იქნება 7 ზეთის ცხების საიდუმლო აღსრულებული და ეს ყველა ქრისტიანმა ეს საიდუმლო უნდა მიიღოს და ამით მიიღოს მადლი სულისაწმინდა ეძებეთ მადლი თქვენი ქრისტიანული ცხოვრების მიზანი იყოს მადლის მიღება